შეგვიძლია თუ არა თაღლითი მდგმურებისგან თავის დაცვა. საკუთარი უძრავი ქონების გაქირავებით დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ზოგისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამით თავს ირჩენ, ზოგისთვის კი დამატებითი შემოსავალი ძირითად სარგოსთან ერთად. მეტიც ითვლება, რომ საცხოვრებელ უძრავ ქონებაში ინვესტირება ამ თვალსაზრისითაც საკმაოდ მომგებიანია, რადგან გააქირავები და გარანტირებულად ყოველდღიურ ფინანსურ სარგებელს მიიღებ. თუმცა არის ერთი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიუანსი. ბევრი რამ ეგრეთ წოდებული მდგმურების კეთილსინდისიერებაზეც არის დამოკიდებული. გამქირავებლის მნიშვნელოვანი ნაწილი მძიმე ამბებს ყვება. ზოგს დამქირავებელმა რამდენიმე თვის ქირა არ გადაუხადა და ისე გაუჩინარდა, რომ მის კვალსაც ვერ მიაგნო. ზოგს ისე დაუზიანეს უძრავი ქონება, რომ ზარალის ანაზღაურება შესაძლოა მთელი წლის ქირის საფასურიც არ ეყოს. ზოგი კი თაღლით მდგმურს უბრალოდ ვერ ასახლებს საკუთარი სახლიდან და შესაბამისად ისმის შეკითხვა, რამდენად დაცულია ჩვენს ქვეყანაში გამქირავებლის და დამქირავებლის უფლებები და ვის უფრო იცავს კანონი ოთარ კაჭკაჭიშვილი კომპანია კაჭკაჭაშვილი, კომპანია OKNCG-ის დამფუძნებელი ადვოკატია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ოთარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი პირდაპირ ვპასუხოთ რა ამ შეკითხვას, ანუ რამდენად იცავს კანონი და ვის უფრო იცავს კანონი გამქირავებას თუ დამქირავებას და რატომ არის მართლაც აი ამდენი პრობლემა და როგორც ბინის მესაკუთრეები ამბობენ, საკმაოდ რთულია საკუთარი უფლებრივი მდგომარეობის დაცვა. ანუ ერთადერთი გზა არის სასამართლო, სადაც პროცესი იმდენად ხარჯიანია და იმდენად ასე ვთქვათ ხანგრძლივი, რომ ხშირ შემთხვევაში არ უღირთ სამართლებრივი პროცესის წარმოება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უძრავი ქონება ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ადამიანები წლები ანდომებენ ალბათ სიცოცხლის ნახევარსაც, რომ რაღაც უძრავი ქონება შეისყიდონ, შექმნან როგორც აქტივი, რაც ერთგვარი გარანტიაა მათი, ასე ვთქვათ, თუნდაც ფინანსური საშუალებების მობილიზების და თან ჩვენს ქვეყანაში და მით უფრო დედაქალაქში და ასე ვთქვათ, ცენტრალურ ქალაქებში, იცით რომ აქტიურად მიმდინარეობს უძრავი ქონების შემშენებლობების პროცესი, ეგრეთ წოდებული ბუმი კიდე არ გაჩერებულა, მოსახლეობაც ყველა კაპექს დებს ამ თავიანთ დანაზოგს ამ სფეროში, უფრო მეტად იმედად რომ იღებენ სესხებს, რომ დამატებითი შემოსავალი შეიქმნან. თუმცა სამწუხაროდ აი ეს პრობლემა, რომელზეც ახლა თქვენ ვრცელი შესავალი გააკეთეთ, სამწუხაროდ ისევ გადაუჭრელი პრობლემად რჩება, რადგანაც ეს საკითხი არ დარეგულირდა ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობით, არც ბერკეტებით, არც ფიქრობ, არც შესაბამისი კულტურა არ ჩამოყალიბდა ურთიერთობების. ჯერ კიდევ შევხვდებით ჩვენ, რომ მესაკუთრეები აქირავებენ ქონებას ზეპირი გარიგებით, არ ინტერესდებიან ქონებაში შეშვებული ადამიანის პირადი მონაცემებით, არ უფრობენ მას კონტრაქტს, მის ქონებრივ მდგომარეობას, არ იკვლევენ, რამდენად გარანტირებული არის გადახდისუნარიანი არის თუ არა. ევროპულ ქვეყნებში ეს ყველაფერი, ანუ ვერ იქირავებ ქონებას, თუ შესაბამისი დეპოზიტები არ განათავსე, არ წარუდგინე შენი გადახდისუნარიანობა, სამსახურის შესახებ ინფორმაცია, რა ხელფასი გერიცხება და ასე შემდეგ, მთელი რიგი მოთხოვნებია დაწესებული იმისათვის, რომ ვინმე მოგაქირავოს თავის ქონება. კი ბატონო, ან თქვენ თქვით, რომ ჯერ კიდევ არ არის ეს რაღაცა კულტურა და პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რომ ოფიციალურად მოხდეს ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა მე რომ მომისმენია კონკრეტული ამბები, ხშირად პრობლემები გამქირავებელს მაშინაც ექმნება, როდესაც შესაბამისი ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული მდგმურთან და სახელმწიფოსთანაც ანგარიშვალდებული და პირნათელი, ანუ იხდის მასზე დაკისრებულ გადასახადებს. სავსებით გეთანხმებით, ასეთი პირები შეიძლება ითქვას, რომ იჩაგრებიან, რომლებიც კანონურჩილი ადამიანები არიან, რომლებმაც ყველა წესი დაიცვა, ხელშეკრულებაც გააფორმა, საჯარო რეჟიმს დაარეგისტრირა, გადაიხადა ასევე გადასახადი, რაც მიიღო აქედან, თუმცა ის კვლავ სახელმწიფოს მხრიდან ყველა მოთხოვნის შესრულების და მიხედვით სახელმწიფოს მხრიდან რჩება დაუცველი. და რა არის დაცვის მექანიზმი, ხო? რომ თუ არაკეთილსინდისიერი გამოდგა დამქირავებელი, მესაკუთრემ შეძლოს ამ ქონებიდან სწრაფი გამოსახლება პირის, გამოყვანა, უკანონო მფლობელობიდან გამოსვლა,
რადგან ეს უზრუნველყოფს მას, რომ მან კვლავ ახალად ჩაუშვაც გაქირავებაში და მიიღოს ის დაგეგმილი შემოსავალი. ეს ბევრი იქნება, თუ ცოტა ამაზე საუბარი არ არის. ეს ყოფნის თუ არა ეს უძრავი ქონების შეძენისას გაწეული რისკია, თუმცა ეს შეიძლება ითქვას, რომ ფატალურ შედეგამდე მიყავს უძრავი ქონების შემძენი. მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში რაღის სასხები, რაღის მისი მომსახურება და თუ ემსახურები ხომ ძვირია, მაგრამ პლუს ამას თუ ვერ ემსახურები, სესხის პროცენტები პირგასამსახურები ხდება კოლოსალურ თანხებს აღწევს, ფაქტიურად იწყება მკვლელობა ამ ქონების და უკან გადადის ნელ-ნელა ბანკის ქრება მისი ღირებულება და გადის საგადოების ბანკის საკუთრებაში. თუ იქნებოდა სწორი და ნორმალური მიდგომა, კანონმდებლობით თუ კი იქნებოდა კაფიოდ გაწერილი ნორმები, ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა მესაკუთრეებს არ ექნებოდათ და ასეთი პრობლემების ნაკლებად იარსებებდა პრევენციის დონეზე, თუ შესაბამისი კანონმდებლობა გვექნებოდა. რადგან ყველა დამქირავებას ეცოდინებოდა, რომ მას თუ ის თუ არ გადაიხდის და ვერ მოემსახურება ამ ხელშეკრულებას ამ ქირესთან დაკავშირებით, მას დაახლოებით მოკლე პერიოდში სახლიდან გამოიყვანს სახელმწიფო. კი ბატონო, ეს არის მთავარი ვიდრე ვიტყვით აი როგორი უნდა იყოს გამქირავებლისა და დამქირავებლის ხო ინტერესებზე მორგებული სამართლებრივი ბაზა. აი ყველაზე გავრცელებული, ასე ვთქვათ, შემთხვევები, პრობლემის შემქმნელი შემთხვევები რომ ჩამოთვალოთ. ან ეს ალბათ არის პირველი, როდესაც მდგმური არ იხდის დათქმულ ვადაში ყოველთვიურ ქირას. ან ამ შემთხვევაში აძლევს თუ არა გაფორმებული ხელშეკრულება, ან რაიმე სხვა სამართლებრივი ბერკეტი არსებობს თუ არა, რომ მესაკუთრემ აიძულოს დამქირავებელი გადაუხადოს კუთვნილი საფასური. უფრო მეტიც შემიძლია ვთქვა, რომ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა, ანუ გულისხმობ დამქირავებელმა ერთი რომ არ გადაიხადა თანხა და დაუშვათ არ გადაიხადა და გაიპარა. მესაკუთრეს უფლება აქვს როგორც მოთხოვოს არ გადახდილი თანხა, ასევე ხელშეკრულების გაწყვეტისათვის მთლიანი ხელშეკრულებით განთავისუფლებული თანხის მოთხოვნის უფლებაც გააჩნია მესაკუთრეს. ამას რამდენად იყენებს მესაკუთრე პირები, ეს მეორე საკითხია და ნაკლებად იყენებენ ამ უფლებას, თუმცა ორივე უფლება გააჩნია მოთხოვოს როგორც გადაუხდელი, ფაქტიურად გამოყენებული პერიოდისათვისაც მოითხოვოს თანხა, ასევე ასევე ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის მთლიანი ხელშეკრულების მოთხოვოს, რადგან დამქირავებელი ვალდებულია, თუ მას სურს რომ გავიდეს უძრავი ქონებიდან, მან მიუყვანოს ტოლფასი დამქირავებელი. სხვაგვარად ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და კანონიდან გამომდინარე, მას უფლება არ აქვს ვადაზე ადრე შეწყვეტოს ხელშეკრულება თუ რამეზე არ შეუთანხმდა დამატებით. ისევ სასამართლოს საშუალებით უნდა მოითხოვოს ამ თანხის გადახდა, ანუ მოითხოვა ერთია, მაგრამ მიიღებს, რომ ანუ ამოღების რა მექანიზმები არსებობს. გადავიდეთ მეორეზე, აი სადაც უკვე სახელმწიფოს საკითხი იწყება, იქ კვლავ პრობლემები იჩენს. კანონი არის, ითვალისწინებს და ნორმალიზებულია ეს ყველაფერი კანონის დონეზე, მაგრამ როცა მივდივართ მის აღსრულებასთან, საკითხი დგას, რომ ეს პირი, ვინც დაიქირავა, არის თუ არა გადახდის უნარიანი, თუ დავაკისრებ მას თანხას, მე რა საიდან ამოვიღებ, რადგან მან თავიდან არ განსაზღვრა ეს პირი იყო თუ არა გადახდის უნარიანი და შეიძლება ქონდა თუ არა რაიმე აქტივი, საიდანაც მე შეძლებდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ანუ დეპოზიტი არ მოთხოვა, უძრავი ქონება არ შემოწმა, ქონდა თუ არა რაიმე გარანტია არ საგარანტიო პირობა არ მიიღო და მეორე სასამართლო ნებისმიერ მცირე ტიპის დავაზე სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ალბათ ჩემს ყველა ეთერში ამოსაუბრებ, რომ ყველა დავას ესაჭიროება დაახლოებით 2-3 წლიანი პერიოდი. ანუ და რაც მესაკუთრეს აკარგვინებს ესე ვთქვათ мотивაციას იმისათვის რომ მიმართოს სასამართლოს ამით თუ კარგავს საერთოდ ინტერესს და ურჩევნია რომ მესაკუთრე დათმოს რომ არ მოგთხოვ თანხას და დამქირავებელი სწრაფად გაიყვანოს ბინდა რაიმე მოლაპარაკების ან ხალხური სამართლის როგორც თანხის ამოღებას კიდევ უფრო ართულებს თუ ბინის დამქირავებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მით უარესი თუ არის მაგალითად სტუდენტი და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. დიახ, აი მაგალითად უცხო ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს რომ იქ თუ გინდა რომ ისწავლო რომელიმე ქვეყანაში და შესაბამისად კონდეს დაქირავებული ქონება, ვალდებული ხარ განათავსო დეპოზიტზე თანხა, იმისათვის რომ ქვეყანა მიცოდეს თქვენ ურთიერთობებში ხარ თუ არა გადახდის უნარიანებს. სხვაგვარად არც სტუდენტურ ვიზას მოგცემენ და არც სწავლის სასწავლებელში ჩარიცხვის საშუალებას არ მოგცემენ. ჩვენთან რა თქმა უნდა ეს ღია, ამის წინაპირობები კანონმდებლობით არ აქვთ შემოსულ უცხოელ სტუდენტებს და
პირიქით ზოგიერთი მესაკუთრე იდენტიფიცირებაც კი არ ახდენს ვინ შეუშვა თავის სახში, ანუ უცხოელის პირადობის ფოტოსაც კი არ გადაიღებს და ისე ენდობა, რა ვიცი, ტელეფონის ნომერზე კონტაქტით ან WhatsApp-ის თუ სხვა ტექნიკურ საშუალებებზე, აი ასე შეიძლება შევიდეს ნდობაში და შეუშვას მოქალაქე, მაგრამ უცხოელი მოქალაქეზე კიდევ საკითხი ისაა, რომ დაბრკოლება არ არის ხო ქვეყანაში, შეუძლია ერთდღამეს მან დატოვოს საცხოვრებელი და ასევე ქვეყანაც. რაც დამშვიდობების გარეშე, ასე ვთქვათ, დატოვოს განსახილველი საკითხია, თქვენ როგორც ახსენეთ, არაკეთილსინდისიერი, პირდაპირ მინდა თქვა, ვერაგული განზრახვით ადამიანები, რომლებიც იმიტომ შედიან საცხოვრებელ ფაქტში, ქირით, რომ არ გადაიხადონ და დაახლოებით 3 წელი იცხოვრონ უფასოდ. ეს ცალკე საკითხია. ამის შესაძლებლობაც აქვს? აბსოლუტურად, დიახ. 3 წელი ეს რა ვადაა, ანუ სასამართლო აძლევს ამის საშუალებას. და ამ 3 წლის განმავლობაში უძრავი ქონების მისაკუთრე მათ ფიზიკურად ვერ გამოასახლებს. რატომ აი საპოლიციო გამოსახლება ხომ არსებობს არ არსებობს და დიახ, აქ მივედით ხომ? მე მახსოვს რომ ამაზე აქტიურად იყო საუბარი და იმდენად ჩამრჩა გონებაში რომ ვიფიქრე რომ აღდგა საპოლიციო. არავითარ შემთხვევაში სამწუხაროდ ეს ისე ვისია, გადაუწყვეტელია ეს პრობლემა. მე მესმის ამ კანონის ოპონენტი მოწინააღმდეგეების, ვინც ოპონირებას უწევდა ამ კანონის არსებობას, რომ ერთ თვეში ხდებოდა წინათ უძრავი ქონების გამოთავისუფლება და ხშირად ლეგიტიმურად ყოფნის უფლების მქონე პირებიც გამოსახლდებოდნენ ხოლმე და იყო გარკვეული დარღვევები, თუმცა მე უბრალოდ მას ძალიან მარტივად გავახანგრძლივდი წარმოებას მიცემი ცოტა დიდი დროს და უშუალოდ თუ ის ერთი თვე იყო ახლა მე ამ წარმოებით ავარებულებდი პირობითად 3 თვეს, როცა დამქირავებელ პირს მიცემდი უფლებას, რომ წარმოედგინა ყველა ტიპის დოკუმენტი თუ რაიმე ადასტურებს იმას, რომ ამ ქონებაში აქვს ცხოვრების უფლება, კონტრაქტი, გადახდები, არ დარღვევა კომუნალურების და ანუ არ მოხდებოდა მისი უფლებების დარღვევა. მაგრამ მივიღეთ სამწუხაროდ გავაუქმეთ ეს კანონი, მივიღეთ პირველ ინსტანციის სასამართლოს, მივიღეთ სასამართლოში გადასვლის უფლება, გამოსახლებასა დაკავშირებით სასამართლოები ვერ ემსახურება იმ ნაკადს, რაც შეიძლება საერთოდ დავები გვაქვს ქვეყანაში. ანუ საპოლიციო გამოსახლება არსებობს, ოღონდ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამის შესახებ. ანუ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამოსახლების თაობაზე და მე ვინახორციელებ. პოლიცია ამოვიღოთ, იმიტომ რომ ადრე თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალებოდა, ეს გაუქმდა. არ არსებობს და ახლა სასამართლო გადაწყვეტილებით მიდის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ახსროლების ეროვნულ ბიუროში. ცოტა ხნის წინ ნახეთ კადრები რა ხდება აი ასე თავიანთი პოლიცია ყავს ესე ვთქვათ ახსროლებას რა ბერკეტებითაც ის ახდენს გამოსახლებას, თუმცა დამატებით შემთხვევაში შეიძლება გამოძახებული იქნეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და დაიმატონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ საპოლიციო გამოსახლება ან პოლიციის მეშვეობით ხდება გამოსახლება. ხო, საკმაოდ რთულად ყოფილა საქმე ამ თვალსაზრისით, ანუ არის შემთხვევები, როდესაც საკმაოდ დიდი ზიანი და ზარალი დამდგარა მდგმურების, არ ვიცი, ვანდალური ქმედებები. მისულან მესაკუთრეები, იმიტომ რომ ნახეთ, თუ მე მოვთხოვ დაჟინებით დამქირავებას, რომ გადამიხადოს თანხა, მექნება სხვადასხვაგვარი კომუნიკაცია სატელეფონო, მას მოვთხოვ მე დაჟინებით, შეიძლება ჩემს საუბარში მუქარადაც კი არ ექნებოდეს. ასეთი ტიპის მოთხოვნა ითვლება გამოძალვად. კუთვნილი თანხის მოთხოვნა ასეთი ფორმით, არასასამართლო ფორმით ითვლება გამოძალვად და შესაბამისად შეიძლება მესაკუთრე პირი დადგეს სისხლისამართლობრივი პასუხისმგებლობის წინაშე. ამიტომ ეს მოქმედება ყოველდღე დაუშვებელია. ანუ ვერ მოქმედებს ადამიანი ამ ფორმით, დაქირავებული ბინაში მყოფი პირი ეუბნება რომ მიმართოს სასამართლოს და დაემორჩილება სასამართლო გაწყვეტილებას, სასამართლო გაწყვეტილება იქნება 2 ან 3 წელიწადში და მოვჭა მესაკუთრე არის პარალიზებული. ამ დროს საბანკო გადახდების ვალდებულება არ უჩერდება, ბანკი თხოვს როგორც პროცენტს, ასე პირგაცამ ეხლოს, მას გათვლილი ქონდა რომ ამ ქირის შემოსავლიდან დაფარავდა ამ თანხას. მოკლედ შესაძლოა სახშიც ნივთები დააზიანონ როგორც არაერთ შემთხვევაში ხდება და მე როგორც ვიცი თუ ხელშეკრულებაში არ გაქვს დეტალური აღწერა თუ რა ნივთები დახვდა იქ დამქირავებელს, შეიძლება ამ ზარალის ანაზღაურებას ვერ მოითხოვა, მაგრამ სულ რომ აღწერა გქონდეს, თუ ისევ ეს სამართლებრივი პროცედურები უნდა გაიარო, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით, მაშინ შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში ისევ ვერ მიიღო, ასე ვთქვათ, დამდგარი ზარალი. გეთანხმებით აბსოლუტურად, სამწუხაროდ ასეა, მე ყველას ვურჩევ ხოლმე რომ მაინც ხელშეკრულება გაფორმდეს, სადაც ჩამოთვალი იქნება თუ რა ტიპის და რა ოდენობის
ქონება გადაეცით მოძრავის სახით, რადგან შეიძლება ადგილი ქონდეს მოპარვას ამითების უბრალოდ და ასე შემოდა პირის შედეგად სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშიც კი იქნეს მიცემული ამის გამო, ამიტომ ეს დამატებითი ბერკეტია და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, თუ სადაზღვევო კომპანიების რეკლამა და არჩევნეთულება არსებობს ასეთი პროდუქტი უძრავი ქონებაში არსებული ნივთების დაზიანების, მდგომის მიერ მარჩეული დაზიანების იმედია ძალიან ჯვირი არ არის ისე როგორც ძალიან ბევრი სადაზღვევო პროდუქტი. ხო და ალბათ ასეთი ტიპის დამატებითი ხელშეკრულებებით შესაძლოა ასეთი ტიპის ზარალისაგან მეტნაკლებად დაიზღვიოს მისაკუთრებელ. მოკლედ მიდგომა, სამართლებრივი მიდგომა აუცილებლად შესაძლებელი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ვითარება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მე ხა თქვენი საუბრიდან გამომდინარე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამქირავებელზე მეტად არსებული კანონმდებლობა არსებული სახით, ხო? ანუ კანონმდებლობის არარსებობის პირობებში უფრო დაცული არის. სახელმწიფო ვერ ემსახურება ფაქტია. ამ კანონმდებლობიდან გამომდინარე მოთხოვნებს. კანონში გვიწერია რა როგორ უნდა იყოს, სახელმწიფო ვერ ემსახურება. კანონში გვიწერია პირველ ინსტანციის გაწყვეტილება შედის დაუყოვნებლივ ძალაში და კანონში ასევე გვიწერია რომ საქმე უნდა დასრულოს 2 თვეში. ამიტომ ამას ვერ ასრულებს. ანუ კანონები გვაქვს, მაგრამ ვერ ემსახურება სახელმწიფო ამ კანონებს. ხო, ბოდიში, მაგრამ ვერაფერი სანუგეშო გითხარით ამ ეტაპზე ესე გამოვიდა. ოთარ კაჭკაჭაშვილი კომპანია OKNCG-ს დამფუძნებელი ადვოკატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.